დღეს გვექნება ქრიდების აღწერა და დავიწყებ ამით. Am ქრიდით Green Irish Twist-ით, რომელიც ვთვლი მე რომ არის ყველაზე მამაკაცური ქრიდი, რომელსაც ცოტა ასაკი უხდება, მთლად ეხა 15-17 წლის ბავშვმა არ უნდა დაისხას. ჩემთან ასოციაციას იწვევს როგორ რა? როდესაც ხარ ძალიან სიმპათიური მოვლილი მამაკაცი, აი ახალი გამოსული ხარ, აბა საინტერესო თმები ლამაზად დაწყობილი, წვერი გაპარსული და წვერის გაპარსვის შემდეგ რაღაც ძალიან ძვირად ღირებულ, ძალიან საოცარი სურნელით ისმევ წვერის გაპარსვის შემდეგ ლოსიონს. ეს არის ყველაზე მდგრადი ქრიდი, რაც კი ქრიდები არსებობს, რომელიც არაფერს არ აგავს და ნამდვილ მამაკაცურობას უსმევს ხაზს. სადღაც რაღაცა ნოტას ვიჭერ, რომელიც შანელის ეგოისტს წააგავს, ისი ძალიან მამაკაცურია, მაგრამ აქ სულ სხვა ხარისხია და იმიტომ არის ყველაზე გაყიდვადი სუნამო. გიждდება ცოტა ასაკში ხალხი, აი ესე 25 წლის ზევით და გოგოებსაც ძალიან მოწონთ, როდესაც მამაკაც ეს სუნამო ასხია. აი ეს არის ეს, ვისაც არ გაქვს დატესტილი, დატესტეთ, ძალიან მაგარი არომატია. ეხლა გადავიდეთ ქრიდ სანტალზე. ეს სანტალი კაიხანი მინდოდა, დატესტილი მქონდა, მაგრამ აღწერას არ ვაკეთებდი, იმიტომ როდესაც უკვე რამოდენიმე დღე ატარებ სუნამოს, მე უკვე სულ სხვა შთაბეჭდილებები გიყალიბდება, ვიდრე წახვედი მაღაზიაში, დაისხი ერთი დღე ატარე და შეიძლება ცოტა შეცდე, გეკონოს ისეთ და აღმოჩნდეს სხვანაირი. ეს არის სრული უნისექსი. ქალბატონებსაც შეუძლია დაისხა და მამაკაცებმაც. გეტყვით ახლა როგორია. ლამაზი ვანილი აქვს, ოღონდ ტკბილი არ არის. ასევე ლამაზი ციტრუსები აქვს. ლამაზი რაღაცა პუდროვანი დაყვება, ასევე სანდალი აქვს. ეს ყველაფერი ისე ლამაზად არის გადმოცემული, რომ ისეთი ჟღერადობა აქვს, არც ციტრუსი გაწუხებს, არც სიტკბო გაწუხებს, ერთად ყველაფერი იმდენად ლამაზად გაათამაშა ქრიდმა, რომ საოცარი არომატი მიიღო. ამას ვიტყოდი, რომ კაცისთვისაც და ქალისთვისაც ორივესთვის არის იდეალური. გემოვნების ამბავია, რა თქმა უნდა, დატესტეთ, ჩემთვის ერთ-ერთი ეტალონია თვითონ ფირმა ქრიდი და ეს არომატი. მოვიდა ვეტივერი. ამაზე შემიძლია მთელი დღე ვილაპარაკო. ვეტივერი, რომელიც მე არ მიყვარს, ვეტივერი ძალიან კაცური ნოტაა და არ მიყვარს ეს ვეტივერი, რაღაცა ჩემ გემოვნებაში არ ჩნდება. იქამდე არ მიყვარდა, სანამ ქრიდის ვეტივერს და როჟას ვეტივერს არ დავტესტავდი. ორივე არის საოცრება. ნამდვილ მამაკაცს ანსახიერებს, ეს ქალბატონებისთვის არა, იმიტომ რომ ვეტივერი ქალზე ცოტა რაღაცა შეუსაბამობაა. დატესტეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ვისაც ვეტივერი გიყვართ, ამაზე მაგარ სურნელს და როჟას ვეტივერზე მაგარ სურნელს უბრალოდ ვერსად ვერ ნახავთ. როდესაც გასხია, მიდიხარ ყოველი წუთი და ყოველი წამი ტკბები ამის სურნელის. თუ რა საოცრად ჟღერს, რამდენი გახსნის ფაზა აქვს, იქ ოდნავ ნიავია, ეს ვეტივერი ისე ლამაზად მოაქვს, მოუხდება ყველა სეზონს, ასევე ზღვაზე იქნება საოცარი, როდესაც საღამოს გაივლი, ეს გასხია, ოდნავ ნიავია, ზღვის ტალღებია და საოცარი სურნელი მოაქვს. ეს და როჟას ვეტივერი, ორივე არის საოცარი. ქრიდ ავენტუსი, ყველასათვის ცნობილი, რომელმაც პარფიუმერულ სამყაროში ყველაზე დიდი გადატრიალება მოახდინა და ნამდვილი წელი გავიდა და ისევ ითვლება კაცის ყველაზე სექსუალურ სუნამოდ,
ყველაზე კომპლიმენტარულს უნამოთ, როდესაც გასხია, ყველა გოგოს მოწონს და თუ გეკითხება რა გასხია, ამაში არის საოცარი ანანასი, საოცარი ციტრუსი, ცოტა წიწაკა, კარდამონი და ციტრუსი თუ ესე ლამაზად შეიძლებაო და გაეკეთებინა ვინმეს, იქნებოდა ქრიდი და იქნებოდა როჟა. როჟასაც საოცარი ციტრუსები აქვს, ძალიან ნატურალურად ჟღერს, ისე მაგრა ჟღერსო, როდესაც გასხია, ძალიან დიდ სიამოვნებას განიცდი. ეს ახალია, ეს ძველია, ორივე საოცარია და ორივე ძალიან მაგარი არომატია. რას ვიტყოდი ახლა? ეს ღირს ამაზე ორჯერ ძვირი. ესო ჩამოვიტანე, ბევრმა მომწერა, რომ ეს მინდა. ყველას აუხსენი, თუ ფული გაქვს, კი ბატონო იყიდე, მაგრამ იმხელა განსხვავებას შენ ვერ იგრძნობ, რომ გადაიხადო ორჯერ მეტი. ეს არის ლიმიტირებული ვერსია Absolute ქრიდ ავენტუსის, რომელიც გამოუშვეს, დაარქვეს უარის ლიმიტირებული, ოდნავ მდგრადია, ანანასი ოდნავ უფრო მწიფედ ჟღერს, ცოტა მეტად იგრძნობა კარდამონი, ეგ არის ამ ორში განსხვავება. ორივეს აქვს საოცარი სურნელი, ორივე ერთნაირად ჟღერს. 100%-დან 99 ვერ გაარჩევს შენ ქრიდ ავენტუსი გასხია თუ ქრიდ აბსოლუტ. ასე რომ კიდე ვიძახი. თუ გაქვს ბევრი ფული, კი ბატონო, იყიდე ეს. მაგრამ თუ გინდა საოცარი არომატი იყიდო და არ გაქვს ბევრი ფული, იყიდე ეს. განსხვავებას ვერ შეატყობს 99%. მაგაში მე გავწმუნებთ, ასე რომ იმის გულისთვის, რომ ეს ახალია, ლიმიტირებულია და ორჯერ ძვირი ღირს და გაქანდეთ ეს იყიდოთ იმის გულს, ორჯერ ძვირია და ლიმიტირებულია და აღარ გამოვა, ეგ არ არის სწორი და დაიდოთ ბანკის ვალები. ასე რომ ორივე მაგარი არომატია, თქვენ გადაწყვიტეთ, რომელს იყიდით. ეს იყო დღეს, სულ შემდეგში როჟას კოლექციას ავღწევ და მითხარით კიდე რისი აღწერა გინდათ და YouTube-ზე შემოგთავაზებთ ხოლმე ბრენდების აღწერას. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.